მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისათვის. თუ ერთ შვილს აღმოაჩნდა, რომ სარძევეში შენარჩუნებული აქვს და მუდმივი ეშვი ვერ ამოდის, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ მეორე შვილსაც უნდა დააკვირდეს მშობელი და დროულად აღმოაჩინოს, თუ რომელიმე კბილი არასწორად აპირებს ამოსვლას და დროულად უნდა შველა. და აქ ხედავთ ჩვენ, რომ დროულად უნდა შველა. ქვედა მეორე კბილი, რომელიც უნდა ამოსულიყო 7-8 წლის ასაკში, ვერ ამოდის, გაწვა ჰორიზონტალურად და მიბჟენილი არის სარძევე ეშვზე და სარძევე მეორე კბილზე. რა უნდა მომხდარიყო დროულად? დროულად უნდა ამოღებულიყო სარძევე მეორე კბილი, იმიტომ რომ თავისით არ მოხდა ფესვის გაწვა და ამოვარდნა, მხოლოდ ფესვის გაწვა მოხდა, კბილი არ ამოვარდა. ასევე სარძევე ეშვიც არ ამოვარდა, რომელიც 10-11 წლის ასაკში უნდა მოიცვალოს და არ მიეცა საშუალება 42 კბილს, ქვედა საჭრელ კბილს, რომ მარტივად ამოჭრილიყო თავის კუთვნილ ადგილას. რა უნდა გაკეთდეს ახლა? სასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ სარძევე მეორე კბილი, სარძევე ეშვი და დაველოდოთ, როგორ ამოიჭრება 42 კბილი, ანუ ქვედა წინა საჭრელი კბილი. ასევე აქ სხვა პრობლემებიც მოჩანს დიდი ზომის კარიესი, რომელიც დროულად უნდა აღმოაჩინოს მშობელმა, დროულად უნდა უმკურნალოს. საერთოდ რა ხდება ამ კარიესთან დაკავშირებით? მშობელმა არ იცის, რომ სარძევე მე-6 კბილი არ არსებობს, არის მხოლოდ სარძევე მე-5 კბილის ჩათვლის კბილები და მე-6 კბილი, მუდმივი პირველი კბილი ამოდის 6 წლის ასაკში და მშობელი როცა შეამჩნევს ამ კბილზე კარიესს, ამბობს, რომ მაინც არ მოუწია ეს კბილი და არაუშავს თუ კარიესი აქვს. რეალურად მშობელი აქ ხედავს მცირე ზომის ხვრელს და როდესაც რენტგენს აკეთებინებს ექიმი, ის რეალურად ხედავს უკვე რამხელადი დეფექტი არის, კბილი სრულად დაზიანებულია და ასე დროს ზუსტად პაციენტს აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ ექიმა იმდენი უბურღა კბილი აღარ დარჩა საერთოდ ბავშვო. რეალურად ემალი არის მაგარი, ფუჭდება გვიან, ხოლო შიგნით უკვე დიდი გამოქვაბული აქვს. ექიმმა გინდა არ გინდა უნდა მოაცილოს ეს დაზიანებული, გაშავებული დენტილის ფენა და რა თქმა უნდა აღმოაჩენს უკვე მშობელი დიდ ღრუს. რეალურად დიდი ღრუ უკვე არის. უბრალოდ მეინანქრის სახურავი ახურავს ზევიდან. ანალოგიურად არის მეორე მხარესაც. უზარმაზარი კარიესული დეფექტი აქვს, ნერვთან უკვე გახსნილია ეს დეფექტი, დაკავშირებულია ნერვის პულპის ღრუსთან და ზემოდან ქუდივით ახურავს ეს მინანქარი. მინანქარი არის ძალიან მაგარი, კბილის დენტილი ადვილად ზიანდება და როდესაც ექიმი დაამუშავებს, აუცილებლად უნდა მოაცილოს ეს მინანქრის ზედა ნაწილი, უნდა მიუდგეს ვერტიკალურად აი ამ კბილის ზედაპირს და აღმოჩნდება, რომ ბავშვს შერჩება მხოლოდ თხელი კედლები, რაც ძალიან სამწუხარო არის. თუ დავაკვირდებით ზედა მე-6 კბილს, აქ მართლაც პატარა კარიესი აქვს და ეს უნდა სასწრაფოდ დაებჟინოს, ხოლო ქვედა მე-6 კბილები ძალიან ცუდ დღეში არის, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოვიდა პაციენტი. დააკვირდით თქვენ შვილებს და რასაც თქვენით ვერ დაინახავთ, ვერ აღმოაჩენთ, შეეცადეთ დროულად მიხვიდეთ ბავშვთა სტომატოლოგთან, ჩაატარებინოთ პროფესიონალური წმენდა და უკვე ბავშვთა ექიმი დაინახავს იმ პრობლემებს, რასაც მშობელი ვერ ამჩნევს და სრულებით არ არის გასაკვირი.